საღამომშვიდობისა თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ, მე ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი პირდაპირ ეთერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მიმდინარეობს. ჩვენი მასპინძელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა. საღამომშვიდობისა ბატონო პრემიერო, დავიწყოთ იმ ინვესტიციით, რომელიც არის ქვეყანაში შემოსული 6 მილიარდ 600 მილიონი. ამ საკითხზე თქვენ საკმაოდ ვრცელი განმარტება გქონდათ გუშინ. თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი ოპოზიცია ამ პროექტს აპროტესტებს და მოითხოვენ, რომ თლიანი ხელშეკრულება გასაჯაროდეს. რა არის თქვენი პასუხი ამაზე? დამატებით. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, პირველ რიგში ამას ვეთქვი, კონკრეტულად აჭარისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ პროექტის ნახევარი ხორციელდება აჭარაში, ბათუმის მიმდებარედ, გონიოს მიმდებარედ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს პროექტი ხელში უწყობს კონკრეტულად აჭარის რეგიონის განვითარებას, ტურიზმის განვითარებას, ზოგადად ამ ხარის განვითარებას და ძალიან დიდ წვლილს შეიტანს მთლიანად ქვეყნის განვითარების პროცესში. რაც შეეხება ამ დისკუსიას, რომელიც წარიმართება ამ საკითხის გარშემო, ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი დისკუსია წარიმართებოდეს არგუმენტებით. კონკრეტული არგუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი ორი მხრიდან, როდესაც არსებობს ორი განსხვავებული აზრი. ჩვენ შემთხვევაში ვითარება არის განსხვავებული, ჩვენ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული მონაცემებით, ვცდილობთ წარმოვადგინოთ არგუმენტები ყველა თემასთან დაკავშირებით. მეორე მხრიდან არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, კონკრეტული არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა. მე მათ შორის თვალს ვადევნებდი კომენტარებს, რომელიც ჩემი ვიდეოს გავრცელების შემდეგ ვიხილე სოციალურ მედიაში, არც ფაქტები, არც არგუმენტები, რაც შეეხება კონკრეტულად ხელშეკრულების საჯაროების თემას. ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინც არის საქმეში შეხედული, რომ ასეთი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები ექვემდებარება კომერციული საიდუმლოების სტატუსით გრიფირებას და ეს თემა პირველად წამოწია, როგორც მახსოვს, პარტია ლელო და მისმა ლიდერმა და მთელი ცინიზმი ამ ყველაფერში მდგომარეობს რაში, რომ მას თვითონ ჰქონდა გაფორმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფოსთან, მთავრობასთან ხელშეკრულება, საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც იყო ასევე ზუსტად იგივე წესით გასაიდუმლოებული და ახლა ეს ადამიანი, რომელიც ყველაფერი იცის, რა წესით, კანონმდებლობის დაცვით როგორ ხდება ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის საიდუმლოების სტატუსის მინიჭება, ასეთი ადამიანი სპეკულირებს. მე უსმენდი მას თავის დროს, როცა ამ განცხადებებს აკეთებდა, პირველად ვიგრძენი, რომ მანაც კი უხერხულობა იგრძნო ამაზე საუბრის დროს. ისეთი რაღაცა დაავალეს, ისეთი სპეკულაციებით გამოსვლა, რომ მანაც კი უხერხულობა იგრძნო. სხვა დროს სპეკულირებს ხოლმე, მაგრამ არ გრძნობს არავითარ უხერხულობას. აქ მანაც კი უხერხულობა იგრძნო, ეს ეტყობოდა მას საუბრის დროს. კონკრეტული ფაქტი აქვს მის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დაიდო შეთანხმება, მას მიენიჭა კომერციული საიდუმლოების სტატუსი, ზუსტად იგივე წესით მოხდა ამ შემთხვევაშიც ამ სტატუსის მინიჭება. ხა მიზეზს რაც შეეხება, მიზეზი არის მარტივი, ხო? ეს არის კომერციული ხელშეკრულება და ნებისმიერი კომერციული ხელშეკრულება, მათ შორის მთავრობასა და კომერციულ სუბიექტს შორის დადებული შეთანხმება ექვემდებარება ბუნებრივია შეთანხმებას რთული მოლაპარაკების საფუძველზე. ვიდრე ჩვენ გავაფორმებდით საბოლოო ჯამში იგელჰელსთან შეთანხმებას, ამას წინ უძღოდა დაახლოებით 3 თვიანი, 4 თვიანი მოლაპარაკებები, თითოეული პუნქტი თანხდებოდა, თითოეული დეტალი თანხდებოდა და რა თქმა უნდა სახელმწიფოს ინტერესებში იყო, რომ მაქსიმუმი წამოიღო ამ შეთანხმებიდან. ერთ-ერთი პუნქტი, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ეს არის მაგალითად 33%-იანი მოგება, რომელიც წამოიღო უშუალოდ სუფთა მოგება, რაც წამოიღო სახელმწიფომ ამ პროექტიდან, ხო? შეიძლება აქ ჩვენ თხოვეთ პარტნიორ კომპანიას, რომ მოეცა ჩვენთვის უფლება ამაზე გვესაუბრა საჯაროდ, მაგალითად ამ 33%-იან დათქმაზე, რომელიც არის ხელშეკრულებაში ჩადებული და მადლობა მათ, რომ ამის საშუალება მოგცეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება არის გასაიდუმლოებული. შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც იგივე პრინციპით შევიდა ეს კომპანია და სადაც ეს კომპანია, იგივე კომპანია ხელისუფლებას სახელმწიფოს ბიუჯეტში
უტოვებს არა 33%-ს, არამედ მაგალითად 30%-ს ან 25%-ს, ხო? ნუ წარმოიდგინეთ, რომ ასეთ დროს, როდესაც ჩვენ ასაჯაროებ ხელშეკრულების კონკრეტულ პუნქტს, ან წარსულში დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეიძლება შეექმნას უხერხულობა, ან სამომავლოდ ისუსტებს შენს პოზიციებს. ამიტომ ძალიან კარგად იცის ყველა, ვინც არის ჩახედული ასეთ ტიპის პროცესებში, თუ რატომ იქვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას. როდესაც ასეთ პირობებში მაინც ახერხებენ სპეკულირებას, ეს მეტყოლებს რა თქმა უნდა ასეთი ადამიანების არაგეთილ სინდისიერებას. ბატონო ირაკლი, თქვენ ძალიან ბევრი ისაუბრეთ და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებმაც რა სიკეთე შეიძლება ამ პროექტმა ჩვენს ქვეყანას მოუტანოს, მაგრამ ვინაიდან თქვენ საუბრობთ ახლა რომ კონკრეტულ დეტალებზე რა დევს პროექტში ვერ ისაუბრებთ, მაგრამ თუ არის რამე მინუსი ამ პროექტში, რითიც შეიძლება ეშინოდეს საქართველოს მოქალაქეს. მოგვა თქვი რომ ეს არის უნაკლო პროექტი. რაც შეეხება თვითონ ხელშეკრულებას, ამას ერთხელ კიდევ მინდა დაუბრუნდე, ნებისმიერი თეორიული კითხვა დასვან. რაზეც შეიძლება შიში გქონდეთ. მაგალითად ითვალისწინებს თუ არა ეს ხელშეკრულება ყველაზე რაღაც სიგიჟეს ვამბობ, ითვალისწინებს თუ არა იმას, რომ გინდა თუ არა 10,000 არაბი უნდა ჩამოსახდეს საქართველოში და ეს პირობითად ვამბობ. ხო, ნებისმიერი თეორიული კითხვა დასვან. აი პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე დასვან ნებისმიერი კითხვა, ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი. აბსოლუტურად ყველა შეკითხვას. პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო და მხოლოდ დადებითი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის კიდევ ერთხელ ბიუჯეტში წელიწადში საშუალოდ პლუს 700 მილიონი ლარი, რაც ორი სხვადასხვა ფორმით შევა ბიუჯეტში, ეს არის გადასახადები დაახლოებით 500 მილიონი და 200 მილიონი პლუს მოგება ამ 13%-დან. ეს არის ეკონომიკაში დამატებითი შენადანი. დაახლოებით 11 მილიარდი ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ანუ უზარმაზარი მასშტაბის ეფექტია საუბარი, ხო? ეს მეორე. რა თქმა უნდა, ტურიზმის განვითარება შეუწყობს ხელს დასაქმება. აქაც კონკრეტული მონაცემები გამოვიტანეთ, ხო? ანუ რამდენი დროებითი და მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება ქვეყანაში. ხო, უზარმაზარი მაჩვენებლებია, ხო? ერთ პროექტს, როდესაც ამხელა წვლილში აქვს ეკონომიკაში, ბიუჯეტში, დასაქმებაში, რა თქმა უნდა, იქ საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს სარგებელი ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის და მოსახლეობისთვის ამ ერთი კონკრეტული პროექტიდან. სარგებელი არის უზარმაზარი, ნაკლი არავითარი, ხო? რაზე საუბრობენ ოპონენტები, რომ წარმოუდგენიათ ასეთი ნაკლი და რისკები, ხო? ერთი არაბიზაცია, ეს მესიჯია. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო თავის დროზე 2022 წელს გახსოვთ სამჯერ გაშალეს კამპანია რუსიფიკაციასთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას გაექცა ვითარება, იმდენი რუსი იყო შემოსული, რომ წალეკავდნენ საქართველოს, ეს უსაფრთხოება შეუქმნიდა პრობლემას, უცბად რუსეთი გამოაცხადებდა, რომ ამ მოქალაქეების დასაცავად შემოიჭერებოდა საქართველოში 1000 სიგიჟე ისმოდა მაშინ, რასაც სხვათა შორის ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ჩვენი თანამოქალაქეც აყვა, ხო, შესწომაში შეიყვანეს. ბევრი ადამიანი ემოციური ფონი იყო და ეს გასაგებიც არის, ვერავის გამომტყუნებ ამაში. ამიტომ არის მთავარი, რომ არგუმენტებს მოусმინოს საზოგადოებამ და არა ცარიელ მესიჯებს, რომელიც ხშირად ისმის ხოლმე. მაშინ თქვი ძალიან მარტივად სამი ტალღა იყო ამ კამპანიის. ერთი როცა დაიწყო ომი, პირველი ტალღა იყო მაშინ იმიგრაციის, მეორე იყო როდესაც ტურისტული სეზონი დაიწყო და მესამე იყო როდესაც მობილიზაცია გამოაცხადა, სამხედრო მობილიზაცია რუსეთის ხელისუფლებამ. სამი ტალღა იყო, სამივე შემთხვევაში ვეუბნებოდი ჩვენ ძალიან თამამად საზოგადოებას, რომ პასუხისმგებლობას ვიღებდით ყველაფერი იყო კონტროლის ქვეშ და შესაბამისად არავითარი რისკები არ იქნებოდა, რას თქვით ის შევასრულეთ 3 წლის თავზე. იგივეს ვამბობთ აქაც. ახლა ციფრებზე რომ გადავიდეთ კიდევ ერთხელ, ხო? როცა არაბიზაციაზე არის საუბარი. მთლიანობაში არის დაგეგმილი დაახლოებით 16,000 ბინის ან საცხოვრებელი სახლის გაყიდვა. მთლიანობაში 16,000 და აქ საუბარია დაახლოებით 5-6 წლიან პერიოდზე. ხო, საორიენტაციო 5-6 წელი არის საორიენტაციო პერიოდი. ეს ნიშნავს იმას, რომ წელიწადში დაახლოებით 3,000-მდე ბინა შეიძლება გაიყიდოს ორივე ლოკაციაზე ერთად ჩამში. ეს ხება როგორც გონიოს, ასევე კრწანისის ტერიტორიას. ხო, ან წელიწადში საშუალოდ 3,000 ბინა ამ 5-6 წლის განმავლობაში. უცხოელებზე ამ წლების განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იყიდება საშუალოდ 15,000 ბინა, 5-ჯერ მეტი. და ამას არ შეუქმნია არავითარი დემოგრაფიული პრობლემები. აქ ხა საუბარი ზედმეტია, ხო, რომ რაიმე დემოგრაფიული კატასტროფა შეიძლება შექმნას ამ პროექტმა. მით უმეტეს აქ საერთოდ არ არის საუბარი კონკრეტულად არაბებზე, თუ ვინმეს კონკრეტული ეთნოსი არ მოწონს, არ ვიცი ხა ესეც სამარცხვინო
თემა, რასაც გვიწევს საუბარი, მაგრამ თუ ვინმეს მაგალითად კონკრეტული ეთნოსი არ მოწონს, ან არაბი, ან რუსი, და შემდეგ, აქაც არ არის საუბარი რომელიმე კონკრეტული ეთნოსისთვის ამ ბინების გაყიდვაზე. ხო, რაც ეფუძნებოდა MRS და Eagle Hills-ის ხელმძღვანელის განცხადება 60%-იან ვარაუდთან დაკავშირებით. მათ აქვს ძალიან კარგად გაშლილი მარკეტინგული ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამის გამო მას აქვს ეს მოლოდინი, რომ 60%-იანი იქნება დაახლოებით გაყიდვების მაჩვენებელი უცხოელებზე. თუმცა გამომდინარე საფასო პოლიტიკიდან, რაზეც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ფასები რა თქმა უნდა გასაჯაროვდება უშუალოდ კომპანიის მიერ, მაგრამ ჩვენ ინფორმაციაც გვაქვს საფასო პოლიტიკის შესახებ. სავსებით შეასრულებელია, რომ რაც არის სტანდარტული მაჩვენებელი 80% იღებულობენ საქართველოს მოქალაქეები საქართველოში აშენებულ ბინებს, დიდი ალბათობით ახლოს იქნება ამ მაჩვენებელთან ჩვენი ვარაუდით. დანარჩენს რა თქმა უნდა ყველა ნახავს, როგორ წარიმართება ეს პროცესები, მაგრამ კიდევ ერთხელ არც ერთ კონკრეტულ ეთნოსი არ არის საუბარი, არის კარგად აწყობილი მარკეტინგული ქსელი. შესაბამისად საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია, რაც თურქეთის საზღვართან ყოფილი რუსული ბაზა იყო იქ და ეს ტერიტორია არ არის შემოწმებული და ასე შემდეგ ესეთი პრობლემები. ხო, თქვენ იცით ჯერთი თურქეთის საზღვრიდან საკმაოდ შორს არის, ხო, ეს არის რეალურად ბათუმის მიმდებარე ტერიტორია, ნუ 1000 სპეკულაცია ვრცელდება, ხა არც ღირს რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება, რეალურად შენდება თანამედროვე ტიპის, სუპერთანამედროვე ტიპის სივრცე, რაც იქნება ახალი რაღაც მათ შორის ტურისტული სივრცე, რომელიც ძალიან საინტერესოს გახდის და მიმზიდველოს გახდის კონკრეტულად აჭარის რეგიონს, კონკრეტულად თბილისს. ბევრი თვალსაზრისით აქვს, მხოლოდ უპირატესობა აქვს ამ პროექტს, არავითარი ნაკლი. დანარჩენსაც ჩვენ ვიღებთ თავდაპირველად პასუხისმგებლობას. გასაგებია, ბატონო ირაკლი, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა, მათ შორის წინა ხელისუფლების დროს შექმნილი ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის გაუქმების საკითხი. ეს ადმინისტრაცია ან რას აშავებს, ან რას იგებდა ქვეყანა აი ამის შექმნით. თავის დროზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც თქვა, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაუქმდა ხო სამხრეთ ოსეთის ოლქი. რა მოიტანა ან ამის შექმნამ და ან რას მივიღებთ ამის გაუქმებით? თავის დროზე ამ ადმინისტრაციის შექმნა იყო ღალატი. ეს შეიძლება პირდაპირ ითქვას, ამაზე არის საუბარი მათ შორის პარლამენტარების მიერ წარდგენილ სარჩელში, რაც შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი. და ეს იყო ამ შემთხვევაშიც გარედან ინსპირირებული ღალატი. ხო, ამას რა პროცესები მოყვა, მე მინდა შეგახსენოთ. ხო, ჯერ ჩატარდა ეგრეთ წოდებული არჩევნები, ანუ რეალურად ჩატარდა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები, ხო? რასაც ხარს უჭერდა მაშინდელი ხელისუფლება, სააკაშვილის რეჟიმი. ამის შემდეგ მიღებული იქნა კანონი, შემდეგ დამტკიცდა პრეზიდენტის ბრძანებულება და გაჩნდა ჩვენ კანონმდებლობაში ტერმინი სამხრეთ ოსეთი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რაც ჩვენ არ ვაღიარებთ საერთაშორისო დონეზე წარმოადგენთ მთელი ეს წლები, ჩვენ ვესაუბრებით საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ეს სიტყვა წყობა სამხრეთ ოსეთი არ გამოიყენონ ცხენვალის რეგიონი და ჩვენ თვითონ კანონმდებლობები, მაგალითად დღემდე რომ ნახოთ ბიუჯეტის კანონი, რაც არის ტრადიცია, რაც მოგვწევს წინა ხელისუფლების პერიოდიდან, პირდაპირ წერია ასეთი სიტყვა წყობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. თქვენ ამ ადმინისტრაციის ვებგვერდზე შეგიძლიათ შეხვიდეთ დღემდე ქვია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. ყოფილი სიტყვაც კი არ არის ნახმარი. ყოფილი არის დამატებით ნახმარი, მერე წერია ტირე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. ანუ რეალურად ჩადენილი იქნა ღალატი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუქმდა თავის დროს 1990 წელს გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში და კონსტიტუციის დარღვევით სამხრეთ ოსეთი ეს ტერმინი და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმი, რაც იყო ღალატი. ამ ყველაფერს მოყვა შესაბამისი პროცესები, რაც დაგვირგვინდა საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით, მათ შორის სამეჩებლოს ოკუპაციით. და ამისათვის შექმნა ძალიან ნოყიერი ნიადაგი იმ გადაწყვეტილებებმა, რომლებიც მანამდე იქნა მიღებული და ამაში საკვანძო როლი შეასრულა სწორედ ამ საზღვრების აღდგენამ და სამხრეთ ოსეთის სამართლებრივად გაფორმებამ ამ რეჟიმის მიერ. ახლა ამას არაფერი არ შეიძლება ეწოდოს ღალატის გარდა. რაც არის დაგადანაშაულეს დღეს ბატონო ირაკლი, მაგალითად სალომე სამადაშვილის განცხადება იყო, რომ პირადად პუტინისგან მიიღეს ეს დავალება და იმიტომ აუქმებდა. სალომე სამადაშვილი თვითონ იყო ამ ღალატის თანამონაწილე და რა თქმა უნდა მან თავი უნდა იმართლოს, მაგრამ ეს არის ძალიან უსუსური თავის მართლება. რაიმე ახსნა შეიძლება მას კონდეს, რომ ჩვენ საუბრობდით სეპარატისტზე,
შენ ამ დროს ხარს უჭერ ალტერნატიულ სეპარატისტულ არჩევნებს, პრეზიდენტის არჩევნები ჩაატარეს სააკაშვილის რეჟიმმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული სეპარატისტული პრეზიდენტის არჩევნები. ამას რა შეიძლება დაარქვა ღალატის გარდა, ხო შეუძლებელია რაიმე სხვა. ამის თანამონაწილე იყო მათ შორის ქალბატონი სალმან სამადაშვილი და ახლა უსწორი განცხადებებით ცდილობს თავი იმართლოს. ან საზღვრების აღდგენას რაიმე გამართლება ჰქონდა, თავის დროზე ახალგორის მუნიციპალიტეტი მიიჩნეოდა მცხეთა-მთიანეთის მხარის ნაწილად და შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის დაქვემდებარების ქვეშ იყო ეს მუნიციპალიტეტი, არა შემოხაზეს ძველი საზღვრები, აღადგინეს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. ეს ხო ცალსახა ღალატია და როგორ შეიძლება ის რაც არის ღალატის პირმშო დარჩეს დღევანდელ კანონმდებლობაში. მით უმეტეს რომ უხეშად ერღვევა საქართველოს კონსტიტუცია არსებობს კონსტიტუციური ჩანაწერი, რომლის თანახმადაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული კონსტიტუციური მოწყობა, ტერიტორიული მოწყობა უბრალოდ შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ საქართველოს ცელ ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. რეგიონულ დონეზე ნებისმიერი ადმინისტრაციული წარმონაქმნის შექმნა ეს არის ტერიტორიული მოწყობის გადასინჯვა და ამას კანონის დონეზე ვერ გააკეთებ. თუმცა მათ ეს გააკეთეს, დაარღვეს პირდაპირ კონსტიტუცია და დღემდე ისე ხდებოდა, რომ კონსტიტუციის დარღვევით არსებობდა საქართველოში ისეთი ერთეული, რომელიც არანაირად არ ჟდებოდა ჩვენ სამართლებრივ წესრიგში. რა თქმა უნდა აღდგეს ბოლომდე კონსტიტუციური წესრიგი და სწორედ ამას ემსახურება ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გახმოვანდა საქართველოს პარლამენტში. და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, იქვე ითქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, რომ ბუნებრივია ძალაში რჩება 4-ვე მუნიციპალიტეტი, რომელიც ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად უკვე კონსტიტუციის და კანონმდებლობის დაცვით აირჩა იქ მცხოვრები მოსახლეობის მიერ და რომელიც დღესდღეობობაში ფუნქციონირებს და ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოების, ასე ვთქვათ, ერთობლიობა, რომელიც მოქმედებს და რომელიც არის იქ არჩეული, ეს არის სწორედ 4 მუნიციპალიტეტი: ახალგორის, ქურთის, ტიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტი და ასე უნდა იყოს მოწესრიგებული სისტემა კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად. გასაგები კიდევ ერთი ინიციატივა ეს არის საარჩევნო კანონი. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ აზრზე მეტი ცვლილება არის შესული ამ კანონში და საერთოდ შესაქმნელი არის და ამის ფარგლებში არის ეს ტექნიკური საკითხიო, მაგრამ რამდენად არის ტექნიკური, ამაზე ძალიან დიდი განხილვები არის. საქართველოს საზღვრებში უნდა ჩატარდეს, უნდა მიიღონ მონაწილეობა ემიგრანტებმა და მან თქვა, რომ 4 წელში ერთხელ, ვისაც უნდა არჩევნებში მონაწილეობა, უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში. თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს იმიტომ კეთდება, რომ არჩევნებს ქართული ოცნება უცხოეთში აგებს. აი ამაზე რა პასუხი აქვს ირაკლი კობახიძეს? ტექნიკური თვითონ ეს კონკრეტული საკითხი, რა თქმა უნდა, ნაკლებად არის, ეს არის არსებითი საკითხი. ტექნიკური არის მთლიანობაში ის, ასე ვთქვათ, გადამოშვებული ვერსია, რომელიც არის წარმოდგენილი ახალი საარჩევნო კოდექსის სახით, რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს. რეალურად თქვენ იცით, რომ მთლიანობაში არავითარი არსებითი გავლენა არ მოხდენია არჩევნების შედეგებზე საზღვარგარეთ დაფიქსირებულ მონაცემებს. ხო, რეალურად არავითარი არსებითი შედეგი არ ქონია, ამიტომ ეს არ არის აქ მთავარი. რაც შეეხება საფუძველს, ამ ცვლილების საფუძველს, ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი არის რა, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ კუთხით არის ერთი რამ ხაზგასასმელი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ექვემდებარება უცხო იურისდიქციის გავლენას. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხდება რუსეთში, ამერიკაში, ავსტრალიაში თუ ლიხტენშტაინში. ხო, ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანი თუ ცხოვრობს კონკრეტულ სახელმწიფოში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას და ასე შეიძლება ქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება. და ამის შედეგებს ხედავთ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჩვენ ხედავთ ზოგადად, რომ სხვადასხვა ქვეყანა პირდაპირ ცდილობს ჩვენს არჩევნებში ჩარევას. ასეთ პირობებში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრები ადამიანები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი არიან ასეთი გავლენის მიმართ. აქედან გამომდინარე, ზოგადი მიტყვა უნდა იყოს ეს, რომ სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. ეს პირველი. და მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი დაკავშირებულია ინფორმირებულ არჩევანთან. ნებისმიერმა ამორჩეულმა უნდა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და ამაში იგულისხმება რა, შენ უნდა გქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭო უპირატესობა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს. ნებისმიერი ადამიანი იღებს სხვადასხვა ფორმით ინფორმაციას
ერთ-ერთი საშუალება ინფორმაციის მიღების არის ბუნებრივია მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მედია, მათ შორის სოციმედია, საიდანაც ნებისმიერი ადამიანი იღებს გაფილტრულ ინფორმაციას, ხო? ნებისმიერი ინფორმაცია ექვემდებარება ბუნებრივია ინტერპრეტაციას, გადამუშავებას, ინტერპრეტაციას, შეიძლება იყოს აბსოლუტურად კეთილსინდისიერი მედია საშუალება, მაგრამ მისი გავლით მიღებული ინფორმაციაც კი არის ინტერპრეტირებული და გაფილტრული, ხო? ანუ ექვემდებარება გარკვეულ ფილტრს. მithumetes თქვენ იცით რომ ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი სხვადასხვა მედია საშუალება და მათი სარედაქციო პოლიტიკა არის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული. არის კიდევ სოციმედია, სადაც 1000 გვარ ფილტრს გადის ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია და საბოლოო ჯამში ძალიან რთულია რა თქმა უნდა იყო გავლენა ბატონო ირაკლი საქართველოს იმ მოქალაქეებზე ვინც უცხოეთში არიან აი წინა არჩევნებში რომ ვინმე თქვათ რამეს ან აშინებდა ან რაღაცა პრევენციას როცა იღებთ ხო არ უსწრებდა წინ რაღაცა მოვლენები რომ აქ შეიძლება არ იყოს საუბარი კონკრეტული ინდივიდის დაშენებაზე მაგრამ შესაძლოა ცხოვრობს სხვა ქვეყანაში ბუნებრივად ხარ იმ იურისდიქციის კანონის ქვეშ მაგალითად მარტივ მაგალითი რომ მოვიყვანოთ ყველაზე მეტად შეიძლება თუნდაც კონდეს ადამიანს იმის შიში რომ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური პრეფერენციის გამოვლენის შემთხვევაში მას არ გაუგრძელდება შესაბამისი ბინადრობის ნებართვა მაგალითად ან სამსახურში ვერ შეენარჩუნებს სამუშაო ადგილს ხო თქვენ გახსოვთ კამპანია ქონდათ აწეული იმასთან დაკავშირებით რომ კონკრეტულ საელჩოში ხელისუფლების ხარდამჭერ ადამიანებს არ აძლევდნენ ვიზას. კამპანია ქონდა ჩვენს ოპონენტებს აწეული ამასთან დაკავშირებით. აქედან ძალიან მარტივად ჩანს, რომ უცხოურ იურისდიქციას ძალიან მარტივად შეიძლება დაექვემდებაროს ადამიანი. ამ დროს, როდესაც შენი ქვეყნის საკითხებთან დაკავშირებით აკეთებ შენ არჩევანს, თლიანად უნდა იყო თავისუფალი ამ გავლენისგან, უცხოური იურისდიქციის გავლენისგან. და რაც შეეხება ინფორმირებულობას, კიდევ ერთხელ არსებობს გაფილტრული წყაროები, ასე ვთქვათ, ინფორმაციის, ეს არის მათ შორის მასმედია, თუნდაც როდესაც საკუთარი ოჯახის წევრებისგან იღებს ადამიანი ინფორმაციას, ესეც კი გაფილტრულია, ხო, ანუ ვიღაცის ინტერპრეტაციით. ამიტომ ინფორმაციის ყველაზე სუფთა წყარო, წმინდა წყარო არის ის გარემო, სადაც ჩვენ ცხოვრობ. ჩვენ ალბათ მარტივ რამეს, რომ რა თქმა უნდა, ყველა ინარჩუნებს საარჩევნო უფლებას, ნებისმიერი სასწავლებელი ცხოვრებით ჩვენი თანამოქალაქე ინარჩუნებს ბუნებრივია საარჩევნო ხმის უფლებას, მაგრამ მნიშვნელოვანია რა, რომ თუნდაც ერთი დღით ესეც კი საკმარისია. ჩამოდი ქვეყანაში, შენი თვალით გაეცანი, რა გარემოა ქვეყანაში და ამის შემდეგ უფრო მეტად ინფორმირებული, არსებითად ინფორმირებული არჩევანი გააკეთე. ამის გამო ზურაბიშვილმა საკმაოდ წვავედ გაგაკრიტიკაც დღეს, რომ საკუთარ მოქალაქეებზე ამბობ თუ არს პრაქტიკულად ასეთი შინაარსის განსხვავება იქნება. მაგალითად, თქვენ იცით, რომ ჩვენი ემიგრანტების დაახლოებით ნახევარი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და რუსეთის ფედერაციაში არასდროს არ იხსნებოდა ბოლო წლების განმავლობაში 2008 წლიდან მოყოლებული საარჩევნო უბნები. თქვენ გახსენდებათ რომელიმე მათგანის წუხილი მასთან დაკავშირებით რომ ჩვენი ემიგრანტების ნახევარი იყო მოკლებული საარჩევნო ხმის უფლებას ხო ასეთ რამ ხო არავის უთქვამს ან თანასწორობის პრინციპი რო ერღვეოდა შეიძლება რომ ნახევარს ჰქონდეს სხვა პრივილეგია და მეორე ნახევარს ჰქონდეს სხვა პრივილეგია ხო ეს წუხილი ხო არავისგან მოგისმენიათ რატო იმიტომ რომ თლიანად სუბიექტურია მათი მსჯელობა და არ ეფუძნება რეალურ არგუმენტებს კიდევ ერთხელ აქაც თუნდაც თანასწორობის კუთხით ეს მნიშვნელოვანია სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება საერთოდ არ იყოს გახსნილი ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა ასეთი უამრავი ქვეყანაა არაერთი ქვეყანა ყველას უნდა ქონდეს თანაბარი პირობები და რას თავარია ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ამისათვის თავარი საშუალება არის ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით საკუთარი თვალით იმის ხილვა რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები უпроსტად აუდიტის სამსახურში გადატანა თავის დროზე ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა რამდენადაც მახსოვს მე იმ პუნქტებში იყო რომ უნდა ყოფილიყო ეს ანტიკორუფციული ბიურო და ასე შემდეგ რამ გამოიწვია ამ ეს გაერთიანება. ნუ პირველ რიგში ანტიკორუფციას რაც შეეხება, აქ იყო რაღაც მოთხოვნა, რომ ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა უნდა ყოფილიყო, მომხდარიყო ერთხელში. რაც თავისთავად აბსურდული მოთხოვნაა, რატომ? იმიტომ რომ რეალურად ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური სისტემა და კონსტიტუციური სისტემაში არის რამდენიმე კონსტიტუციური ორგანო, რომლის ხელშიც არის თავმოყრილი გადანაწილებული უпроსტად ანტიკორუფციული ფუნქციები. ეს არის რა თქმა უნდა სახელმწიფო საფრთხეების სამსახური თავისი ანტიკორუფციული დეპარტამენტით
ეს არის საქართველოს პროკურატურა, ეს არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, ეს არის საქართველოს მთავრობა თავისი სამთავრობო უწყებებით, ხო? რეალურად ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის თანახმად აბსოლუტურად ლოგიკურად არის გადანაწილებული ეს ფუნქციები. ასეთ პირობებში ერთ სუბიექტში ამის თავმოყრა იყო თავისთავად უკვე აბსურდი. Ну, რაღაც ეს მოთხოვნა იყო, შეიქმნა ერთი კონკრეტული სააგენტო, ანტიკორუფციული ბიურო, სადაც მოხდა რეალურად რაღაც ფრაგმენტების თავმოყრა, ხო? ეს არის საჯარო მოხელეთა დეკლარაციები, ამას დაემატა მერე პოლიტიკური პარტიები და ამას დაემატა არასამთავრობო ორგანიზაციები. ხო, ეს იყო არსებითად ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები. მერე ამას მოყვა მთელი ქილიკი. იგივე ადამიანების მხრიდან, რომლებიც ახლა ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, ისინი აკრიტიკებდნენ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ ანუ შეიქმნა ასეთი უწყება, ასეთი სათაურით ანტიკორუფციული ქვია და რეალურად დღემდე არც ერთი კორუფციის ფაქტი არ გამოვლენა. არა, როგორ უნდა გამოვლენა, როცა ეს სამი ძალიან ლოკალური ფუნქცია ჰქონდა ამ სამსახურს, ხო? რეალურად ჩვენ გვაქვს ეს კონსტიტუციური სისტემა, რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული ფუნქციები იქნება მომავალშიც გადანაწილებული სხვადასხვა უწყებაზე. ეს არის კიდევ ერთხელ სუსი, ეს არის პროკურატურა, ეს არის აუდიტის სამსახური, ეს არის საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას. თქვენ იცით, რომ ამ 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ზუსტად ამ უწყებების მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. კონკრეტულად საკითხებზე მეორე ნაწილში კითხავთ, მანამდე ევროკავშირისთან ისევ მოდის ეს გზავნილები, რომ ისევ დღის წესრიგშია ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება, ეს მოხდება საქართველოს მოქალაქეებზე თუ გარკვეულ ჯგუფებზე. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ბატონო ირაკლი, რა შეიძლება მეგობრებოდ? ხო, მე არ გონია, რომ ასეთი არაპრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ამრავი არაპრაგმატული გადაწყვეტილება მივიღიათ წარსულში, მე არ გონია, რომ ასეთი არაპრაგმატული გადაწყვეტილება მიიღონ. ნახოთ, მუდმივად ცდილობენ დააშანტაჟონ საქართველოს მოსახლეობა, ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, უბრალოდ ის არაფორმალური მმართველები, რომლებიც განან მათ უგან, ვერ პატიობენ ისინი ქართულ ხალხს იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობა. და ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფენ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ ერთი რო სამართლო მიდგომა და მეორე არ ჭრის ეს მიდგომა, თუ ვინმეს გონია, რომ ასეთი პოლიტიკით რაიმეს მიაღწევენ და მაინც დააბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა ეს არ გამოვა და მე მგონია, რომ უფრო მეტად პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ჩინოვნიკები. ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ 2024 წლის ივნისში, რომ შეჩერებული არის საქართველოს თქვათ გაწევრიანების საკითხი, ეს რას ნიშნავდა თქვენთვის ეს განცხადება? იცოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ, თუ ეს იყო თქვენთვისაც ახალი აღიარება? თქვენ იცით, რომ არჩევნებამდე კონკრეტულად ევროკავშირის ელჩი ხშირად იმეორებდა იმას, რომ შეჩერებული იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ხშირად იმეორებდა. რა დოკუმენტის დაიდო, ეს არის ამის დამატებითი წერილობითი დოკუმენტური მტკიცებულება. ანუ საჯარო განცხადება მაინც შედარებით სუსტი მტკიცებულება, ასე ითვლება. ეხლა დადეს უკვე კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულება, სადაც მითითებულია, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებით შეჩერებულა კონკრეტულად 2024 წლის 27 ივნისს. ხო, ყველაფერი ხო ნათელია. მერე გამოვიდნენ და გამოაცხადეს, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 28 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს. ახლა ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ თლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ. დღეს ყველა მიცის, რომ სწორედ არაფორმალური გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, პრაქტიკულად დაკარგული აქვს დამოუკიდებლობა ევროპულ სტრუქტურებს და კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებსაც, ერთი-ორი გამონაკლისია, ხო, უნგრეთი, სლოვაკეთი ამის შესახებ. ყველა მიცის, დანარჩენი თავიდან ბოლომდე არაფორმალურად იმართება ევროპული სტრუქტურები, იმ მსხვილი კორპორატიული ინტერესების მხრიდან, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ალბათ უკვე ძალიან კარგად იცის, ხო, არის მსხვილი ოლიგარქიული გავლენები, კორპორატიული გავლენები და სწორედ ასე იმართება დღეს ევროპული ბიუროკრატია, საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიას საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. კონსულტაციებზე იყო გაწეული გერმანიის ელჩი, ჩამოვიდა და ნახეთ, რომ მივიდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე. გარკვეული შეფასებები იყო თქვენი გუნდიდან, დეპუტატების მხრიდან მოვისმინეთ
შეფასებები ხო არ აპირებს საქართველოს ხელისუფლება რომ დაიბაროთ საგარეო საქმეთა სამინისტროში? არც ბერჯერ დაბარებულა ეს კაცი. რა თქმა უნდა, აქაც შეიძლება დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმა, კონკრეტული პროცედურის გამოყენება, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება ჩვენს კონდეს კონსულტაციები. Πρώτ უკვე იმდენად არასერიოზული გახდა ამ კონკრეტული ელჩის ქმედებები, რომ არც ვიცით რა ჯობია რაიმე სერიოზული დატვირთვის მინიჭება ასეთი აქტებისთვის თუ არა, ხო? ხედავთ რომ ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ პირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს, აბსოლუტურად არასერიოზულია ბუნებრივია ეს ყველაფერი. შესაბამისად ჩვენი დამოკიდებულებაც ამ ადამიანის მიმართ და მისი ქმედებების მიმართ არის ძალიან მსუბუქი, ასე ვთქვათ. და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით არის რამდენიმე თვე უკვე იქ ჩვენი ელჩი ქალბატონი ტალიაშვილი, ჯერჯერობით ამერიკიდან არ არის აქ დანიშნული. დღეს რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან? არის თუ არა უკვე კომუნიკაცია ახალ ადმინისტრაციასთან? გარკვეული ტიპის კომუნიკაცია არის, ზოგადად ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით, ასე ვთქვათ, სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში. ჩვენ ხელი გასწული გვაქვს, ნათქვამი გვაქვს არაერთხელ რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რაც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილებასთან. თუმცა ჯერჯერობით ვხედავთ პასიურობას, ყოველთვის პასიურობას. შევხედავთ, ვინ გადაძალავს, ასე ვთქვათ, არაფორმალური მმართველობა, რომელიც ზუსტად ისეთივე გავლენით სარგებლობდა, სრული ტოტალური გავლენით გასული 4 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებზე, როგორც დღემდე სარგებლობს ევროკავშირის მიმართ, თუ კვლავაც არაფორმალური მმართველები ასე ვთქვათ, მიიღებენ უპირატესობას საქართველოსთან მიმართებით, მაშინ შეიძლება არც არაფერი შეიცვალოს. თუ გაიმარჯვებს ახალი ადმინისტრაცია ამ დაპირისპირებაში, ამ შემთხვევაში გვექნება სიახლე. ჩვენ მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს, იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში არაფორმალურ მმართველობაზე ძლევს ამერიკელი ხალხის ობიექტური ინტერესები. და მუდმივად საუბრობთ, რომ საქართველოში მოქმედი ოპოზიცია იმართება უცხოეთიდან. რამდენიმე დღის წინ, მაგალითად, Prime Times ჰქონდა ასეთი ინფორმაცია გავრცელებული, რა განცხადება უნდა გაეკეთებინათ ოპოზიციის წარმომადგენლებს და შემდეგ იყო იმაზე საუბარი, რომ დადასტურდა ერთი ელჩი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ახდენს თუნდაც ის მესიჯები საქართველოს მოქალაქეებზე გავლენას? გარკვეული ერთი წლის წინ, მაგალითად, უფრო მეტი ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში, ხო, საპროტესტო აქციაზე, ახლა ისიც აღარ არის ეს ხალხმრავლობა ქუჩებში. ანუ როგორ ფიქრობთ, აღარ არის საქართველოს მოქალაქეებზე გავლენა იქ უცხოეთიდან წამოსულ მესიჯებზე? რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში ხალხმა ძალიან დიდი ცოდნაც და გამოცდილებაც შეიძინა. ამიტომ არავითარი ეფექტი აღარ აქვს უსამართლო განცხადებებს. რა თქმა უნდა, ეს განცხადებები თუნდაც მომავალში მათი მხრიდანაც რომ იყოს სამართლიანი განცხადებები რაიმე თემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ამას ექნება გავლენა საზოგადოებაზე, მაგრამ როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი ძალა ვერ ექნება და ამის გამოა, რომ მიუხედავად სრული მხარდაჭერისა, რასაც ეს ჩინოვნიკები უცხადებენ აქციებს, რადიკალურ ოპოზიციას, არჩევნებში ისინი იღებენ უკვე 20%-ზე ნაკლებს, ქუჩაში გამოდის 150 ადამიანი. რა თქმა უნდა, უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართულ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი მთლიანობაში 35 წლის მანძილზე, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში. ბატონო ირაკლი, ოპოზიცია მიუხედავად იმისა, რომ უნდა კითხოთ აი აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე სარჩელი არის სასამართლოში შეტანილი საკონსტიტუციაში, მაგრამ ამის მიუხედავად ის პარტიები, რომლის აკრძალვაც დგას დღის წესრიგში, ისევ ამბობენ, რომ ქვეყანაში ვადამდელი თუ ახალი არჩევნები მაინც დაინიშნება. აი ამაზე რა პასუხი გაქვთ? პასუხი მარტივი 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამის კონსტიტუცია ითვალისწინებს. ერთი ამაზე რომ საუბრობენ, თვითონაც არ აწყობთ რიგარეში არჩევნები, საერთოდ ბოლომდე გასამდვერდებიან, ხო რომ ჩადარდეს რიგარეში არჩევნები, საკონსტიტუციო უმრავლესობას უმარტივესად მიიღებს ქართული ოცნება, ხო, როგორც ნახეთ თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენი მხარდაჭერა არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი. აქედან გამომდინარე მათი საუბრები, ასე ვთქვათ, რიგარეში არჩევნებთან დაკავშირებით, საარიელი ფარსია, ხო, თვითონ არ აწყობთ.
თვითონ ურჩევნიათ 3 წელი დაიცადონ, ახლა კიდევ ერთხელ არ მოეჯრათ თავი. თუმცა აქაც სპეკულირება ხოლმე მეტი შეფასება ამას არ შეიძლება მიეცეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის სუბიექტურად თუნდაც შეიძლება რაღაცა იყოს საინტერესო, 2028 წლის 28 ოქტომბერს გამართება მომდევნო საბჭოთა ვიღა იქნება მაშინ ასე დავსვავ კითხოს თქვენი კონკურენტი ბატონო ირაკლი ეს პარტიები თქვა ნაციონალური მოძრაობა ახალი ლელო თუ აიგზალა აი ვინ იქნება 2028 წლის არჩევნებზე ვინ დარჩება ოპოზიცია რას თავარია ჩვენი ქვეყანა და პოლიტიკური სისტემა თავს დააღწევს ჩაგედელ წრეს აქამდე ხელოვნურად გვატრიალებდნენ ამ ჩაგედელ წრეზე მთელი ამ წლების განმავლობაში ხო 2012 წლიდან მოყოლებული თავსმოხვეული კოაბიტაცია შემდეგ ამ პროცესების გაგრძელება ამ ჩაგედელ წრეს უნდა დააღწიოს თავი ჩვენმა სახელმწიფომ და მისმა პოლიტიკურმა სისტემამ როგორც კი ეს მარგინალური პოლიტიკური ძალები რადიკალური ძალები უცხოური აგენტურა ჩამოშორდება პოლიტიკურ სისტემას მაშინვე ბუნებრივად ეს საზოგადოების მოთხოვნა და მოთხოვნილებაც არის ხო ბუნებრივად საზოგადოების წიაღიდან გაჩნდებიან საარჩევნო სუბიექტები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსაღად იმოქმედებენ და მარაჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს ჩაანაცვლებენ. ეს საზოგადოება წარმოშობს ბუნებრივია ამ ყველაფერს. მithumetes კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საზოგადოება არის ძალიან გაჯანსაღებული, ამ 35 წლის მანძილზე უამრავი გამოცდილება შეიძლება ასეთ პირობებში საზოგადოებას არ გაუჭირდება საკუთარი წიაღიდან შექმნას ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. უბრალოდ ამის საშუალება არ არსებობდა აქამდე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ხელოვნურად ჩაგდოვეს ამ ჩაგედელ წრეზე. და ასევე გიორგი გახარიაზე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ამ ფონზე, როდესაც მაინდა-მაინც არ არის კარგი ურთიერთობა, ხო, ევროკავშირის ქვეყნებთან, მithumetes გერმანიასთან, როგორ შეიძლება, რომ თქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ახსრულდეს? ვერ გეტყვით, მთავარი სამართლის უზენაესობა, რომელიც უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში სამართლებრივმა სისტემამ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად. ახსრულდება, ვერ ახსრულდება, ეს არის ცალკე საკითხი. მთავარია, რომ ჩვენთან მოქმედებს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სამართლის უზენაესობის პრინციპი და ზუსტად ამ პრინციპის შესაბამისად იმოქმედა ჩვენმა სამართლებრივმა სისტემამ, სამართალდამცავმა სისტემამ და არჩენი არის უკვე პრაქტიკის საკითხი. და ასევე ადამიანები, რომლებიც ლიდერს ოპოზიციის, მათ შორის სააკაშვილსაც ახალი ბრალი წარუდგინა პროკურატურამ. ძალიან მძიმე ბრალდებებით. როგორ ფიქრობთ, რა პირდაპირ ადრესატი არ ახაც ხადია თქვენ არ ახართ გენერალური პროკურორი, მაგრამ რატომ არ მოხდა ეს თქვათ ამ ბრალის წარდგენა 1 წლის წინ, ან 6 თვის წინ და რატომ მოხდა? გახარია დანარჩენი ლიდერები ყველა ერთად, რატომ მოხდა ეს ამბავი? ყველაფერს სჭირდება თავისი მომზადება, ყველაფერს სჭირდება თავისი, ასე ვთქვათ, კონტექსტი და ამ შემთხვევაში რეალურად გამოჩნდა რესურსი სამართალდამცავ სისტემაში იმისათვის, რომ სრულად ეზრუნათ მათ სამართლებრივი პრინციპების დაცვაზე. დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩვენ, რომ ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს. სახელმწიფოს სჭირდება ძლიერება იმისათვის, რომ ბოლომდე იზრუნოს სამართლებრივი პრინციპების დაცვაზე, სამართლის უზენაესობის დაცვაზე. დღეს არის ასეთი პირობები შექმნილი, რა პირობებიც არ იყო მანამდე შექმნილი, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას უწევდა მუდმივ ჭიდელში ყოფნა და ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ ყოფნა. რა თქმა უნდა, ზეწოლა დღესაც გრძელდება, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფო არის სუვერენული როგორც არასდროს, დამოუკიდებელი როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა. და აქედან გამომდინარე, რაც შეეხება თვითონ ბრალს, არა ბრალი არის მძიმე, ასე ვიტყოდი, არამედ მძიმე არის ის ქმედებები, რომლებიც აბსოლუტურად დაედო ამ ბრალს, ხო, მძიმე სიღალატი. რეალურად აქ არის საუბარი მძიმე სიღალატზე, რომელსაც ისინი ჩადიან განგრძობითად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში, ხო? სწორედ ამ ქმედებებს უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის შეფარხება მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე, თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით, ყველაფერი სხვა რგვერდზე გადავდოთ, ხო? თავიდანვე პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ხო? მერე ცადეს რევოლუციის მოწყობა, როდესაც უსამართლოდ არ მოგვენიჭეს კანდიდატის სტატუსი. მერე შეიქმნა ამ 12 პუნქტის გარშემო სამუშაო ჯგუფები და ამ ჯგუფებს ბოიკოტი გამოუცხადეს. რა საფუძველი ჰქონდა ამ ბოიკოტის
გამოცხადებას, ხო, ჩვეულებრივი საბოტაჟი იყო, ხო, ან პირდაპირ წავიდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ხო, რაც ქვეყანას უნდა მიიღო და შემდეგ დიდი ბრძოლით გამოუტყუეთ, ასე ვთქვათ, გამოვიბრძოლეთ, ასე ვთქვათ, კანდიდატის სტატუსი ევროპული ბიუროკრატიისგან. შემდეგ გაგრძელდა ეს მოლაპარაკების გახსნა და იქაც საუბარი იმაზე, რომ არ ეკუთვნის საქართველოს მოლაპარაკების გახსნა და შემდეგ მუდმივი საბოტაჟი გამოხატული სხვადასხვა ფორმით, როგორც რიტორიკით, ისე სამუშაო ჯგუფების საბოტაჟი და ასე შემდეგ, ხო? ეს ხო ხელის გულზე გაშლილი ღალატი იყო, ხო? თვითონ ანუ ბრალი კი არ არის მძიმე, ის ქმედებებია მძიმე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც ამ ბრალს დაედო საფუძვლად მუდმივად საუბარი იმაზე, რომ უნდა დასანქცირდეს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, უნდა დასანქცირდეს შესაბამისად ჩვენი ქვეყანა, ხო? ვიზა ლიბერალიზაცია და შემდეგ. ეს ხო ხელის გულზე დევს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდებოდა თავის სამართლებრივი შეფასება და სწორედ ეს სამართლებრივი შეფასება წარმოადგენა პროკურატურამ. დანარჩენი არის ბუნებრივია სამართლებრივი სისტემის საქმე, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ეს სისტემა, ის გადაწყვეტილება ბუნებრივია და ახსოვდეს. ბატონო რეკლი, ასეთივე განცხადებები, რაზეც თქვენ საუბრობდით, თქვათ, კეთდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც, ისინიც დაგიდანაშაულებიათ, რომ აკი სახელმწიფოებრივ ქმედებებს ეწეოდნენ. შეიძლება დადგეს მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც? მე არ ვიცი ხო ამაზე ასეთ საკითხებს გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები. რა თქმა უნდა, აგენტურის ქსელი ძალიან ფართოა ზოგადად, რაც არის გაშლილი. არავის არ მოერიდება პროკურატურა ამას გეკითხებით. მე მაგაზე არ შემიძლია პასუხს გაცემა, იმიტომ რომ ეს არის თლიანად თავდაპირველად ამის პრეროგატივა მე არ მაქვს, ეს არის თავიდან ბოლომდე სამართლებრივი უწყებების საქმე. ზოგადად რა თქმა უნდა აგენტურის ქსელი იყო ძალიან ფართო, სადამდე წავა გამოძება, ამას მე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არის სუფთა საგამოძიებო უწყებების გადასასაგებია. ასევე ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ვივამედიდან გადაიყვანეს ციხეში, მან გააკეთა მიმართვა, რომ როგორც ტყვეო, ისე ჩამთვალოს უკრაინის ხელისუფლებამ, შემდეგ იყო უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადება არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და ადანაშაულებს სხვადასხვა საკითხებში, მაგრამ იქნებ გადმოგცემო ჩართოთ სხვადასხვა ორგანიზაციები, როგორც ავადმყოფი და როგორც მის ჯანმრთელობას ისევ ამბობენ, რომ ექნება აქ საფრთხე და გადმოგცენ ოფიციალურ კიევსო. არის თუ არა რაიმე შანსი, რომ სააკაშვილი გადაეცეს? რა თქმა უნდა, არავითარი შანსი არ არსებობს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინტერვიუს, ეს იყო ინტერვიუ ბატონ ბოდოლიაკთან, რომელიც დღემდე არის თორსები პრეზიდენტის მრჩეველი უკრაინაში და ის საუბრობდა იმაზე, რომ არავის არ სურდა საქართველოს ჩართვა ომში. ამ დროს კონკრეტულად პოდოლიაკის განცხადებები იყო მეორე ფრონტთან დაკავშირებით. კონკრეტულად ის ითხოვდა ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას. ხა აქ ჩანს ხელის გულზე დევს აქაც ყველაფერი თუ რა, ასე ვთქვათ, ხარისხის კეთილსინდისიერებასთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც საუბრობენ კონკრეტული ადამიანები, როდესაც ასეთი ადამიანი გვესაუბრება ჩვენ სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა სერიოზულად ვერ აღვიქვათ ასეთ გზავნილებს. და ასევე ისევ გინდა მეუბრუნდე 4 ოქტომბრის ამბებს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს. გავიდა გარკვეული დრო, დღევანდელი გადასახედიდან როგორ უყურებთ? ისინი, ვინც თქვათ, ნაწილი ვინც მოუწოდებდა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ, დღეს ამბობენ, რომ ეს იყო პროვოკაცია. სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც თქვათ ირიბი მოწოდება გააკეთა იმ დღეს, რომ ხალხი ქუჩაში გასულიყო, შემდეგ გაემიჯნა იმ მოვლენებს. თქვენ როგორ უყურებთ დღევანდელი გადასახადი? თქვენ გახსოვთ, როგორი აჟიტირებული იყო ეს ხალხი, როდესაც შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე, დაახლოებით 8000 კაცი იყო შეკრებილი. მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული პარტიები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ აქციაში, დამხობის აქციაში, რომელიც ხარდაჭერა გამოუცხადეს. დამხობის აქციას, რა თქმა უნდა, როგორც კი ჩავარდა ეს აქცია, მაშინ ყველა გაემიჯნა, არავის არ უნდოდა ორგანიზატორების ბედის გაზიარება, თუმცა ფაქტი ფაქტად დარჩა. აჟიტირებული ადამიანები, მათ შორის ერთ-ერთი იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტის სასახლის შორიახლოს ტრიალებდა რუსთაველის გამზირზე, ელოდებოდა საკუთარ, ასე ვთქვათ, ბედის გაღიმებას და ბოლოს დარჩა გაწბილებული და ამ გაწბილების შემდეგ გაემიჯნა ამ აქციას, ხო? ყველამ დაინახა რაც ხდებოდა. აჟიტირებული 8000 ადამიანი მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8000 ადამიანიდან შემდეგ 7994 გაემიჯნა იმ აქციას, მას შემდეგ რაც 6 ადამიანი მოხდა საკნებში, ხო? ეს არის მათი სახე. ესეც კი არიციან, რომ როდესაც ვიღაცას მიყვები დამხობის აქციაზე ბოლომდე მაინც გაყვე, ხო? აბსოლუტურად ამორალური ადამიანები არიან, როგორც შეიძლება სალომე ზურაბიშვილს მორალზე ელაპარაკო, ხო, ძალიან კარგად იცის მისი
პოლიტიკური, ასე ვთქვათ, წარსულის და აწყოს შესახებ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის დღესავით ნათელი, მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ. რა გეგმა იყო ბატონო ირაკლი? მართლა ეგონათ რომ ესე ხალხი შეყვებოდათ იქ და ადმინისტრაციას აიღებდნენ პრეზიდენტის თუ გარკვეული სხვა გეგმაც არსებობდა, რომელზედაც ჯერ არ იცის. ფაქტია, მოაზრებული ჰქონდათ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა როგორც პირველი გამარჯვება და მე ჰქონდათ სისტემის ჩამოშლის იმედი, რა თქმა უნდა, ესეც აბსურდია და ამას ვერ მიაღწევდნენ, მაგრამ ასეთი გეგმა იყო. პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა უნდა ყოფილიყო პირველი გამარჯვება და ამას უნდა მოყოლოდა შემდეგ სხვა ადმინისტრაციული შენობების, ასე ვთქვათ, აღება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით სრულად მობილიზებული და სახელმწიფო არის ძალიან ძლიერი, შესაბამისად იმთავითვე ბუნებრივია განწირული იყო ეს გეგმა, მაგრამ კიდევ ერთხელ ფაქტია, რომ 8000-ში აჟიტირებული ადამიანი მონაწილეობდა ამ გეგმის აღსრულებაში, ხო? შესაბამისად, ყველამ ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი, როგორი არის ოპოზიციის სახე, როგორია სახელმწიფოს პოზიციები, სახელმწიფო არის ძლიერი და ოპოზიცია არის არა მარტო სუსტი, არამედ სრულიად არაკეთილსინდისიერიც. და ამის გამოხატულება იყო, რა თქმა უნდა, ის პროცესები, რომლებიც შემდეგ გაგრძელდა. დღეს ხედავთ, რომ 150 უცხოელი აგენტის გარდა რეალურად ვეღარავინ აქტიურობს, ასე ვთქვათ, ქუჩაში და მათი აქტიურობაც არის რადიკალურად დასუსტებული. ხო, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება ეს პროცესები. ვერავინ ვერ მიცემს, ბუნებრივია, 150 უცხოელ აგენტს 3.900.000 ადამიანზე ძალადობის საშუალებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ბუნებრივია ბოლომდე გავიტანთ ამ პასუხისმგებლობის კონსეკვენციას. ფინალისკენ მივდივარ და ამ წელს ბოლოს შესაძლებლობა მაქვს თქვენთან ინტერვიუს. 2026 წლისთვის უკვე თავარი გამოწვევა, როგორ ფიქრობთ, რა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის? ჩვენ რეალურად თავიდან ბოლომდე გვაქვს დღეს იმის საშუალება, რომ ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე. 3 წელი აღარ იქნება არჩევნები, შემდეგი წელი არის არჩევნებისგან თავისუფალი წელი, იმის შემდეგი წელიც და შეგვიძლია თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე. უამრავი პროექტი გვაქვს. წლევანდელი წელი საკმაოდ რთული იყო იმ კუთხითაც, რომ მოგვიწია ბევრი რამის გადალაგება, მათ შორის ამ კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში, იყო ხარვეზიანი პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში, იყო პროცედურული კუთხით სხვადასხვა ტიპის ხარვეზები. წელს ვასწორებთ აბსოლუტურად ყველაფერს. შესაბამისად, მომავალი წლიდან იქნება რადიკალურად გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობას და ხარჯეფექტიანობაც, მათ შორის კონკრეტულად იგივე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ეფექტიანობა და ხარჯეფექტიანობა. ასევე თქვენ იცით, რომ კონკრეტული ინიციატივები გვაქვს და ხას გავუსვამდი განსაკუთრებით უმაღლესი განათლების რეფორმას და შემდეგი წელი უნდა იყოს გადამწყვეტი ამ რეფორმისთვის საფუძვლების მომზადების გასაზრდელი კრიტიკოსები ამ რეფორმას. ხო, რა თქმა უნდა ყველაფერს, თუმცა აქაც მთავარია, როდესაც რა იმ საკითხზე იმართება დისკუსია, ორ მხარეს იყოს არგუმენტები და ჩვენ მიჩვეული ვართ რას, რომ ჩვენ საუბრობთ ფაქტებით, ციფრებით, არგუმენტებით, მეორე მხარეს არის ცარიელი გზავნილები, ტყუილებზე აგებული, არავითარი ფაქტი, არავითარი მტკიცებულება, არავითარი არგუმენტაცია არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. აი აქაც ესეც უნდა შეიცვალოს, როგორც კი ეს რადიკალური ოპოზიცია ჩანაცვლება ჯანსაღი ოპოზიციით, მაშინვე თვითონ დისკუსიის შინაარსიც უნდა ჩანაცვლდეს. ერთმანეთს უნდა ვიპაექრებოდეთ, ჩვენ დემოკრატია ამას გულისხმობს, რომ ჩვენ არგუმენტებით უნდა, თუნდაც ძალიან მწვავედ, მაგრამ არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეთ ერთმანეთს. სად არის არგუმენტები? პარლამენტში რო იყვნენ, 3 წელი იყვნენ შემოსული პარლამენტში. იქაც კი არავითარი არგუმენტი არ მოგვისმენია. არავითარი ფაქტები, არგუმენტები, ცარიელი, უხეში, ასე ვთქვათ, განცხადებები. ამიტომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ყველა თემასთან დაკავშირებით გაემართოს ჯანსაღი დისკუსია. რეალურად ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე. უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, გარდა ცარიელი, ხისტი, მშრალი განცხადებებისა, ხო, რომელიმე გამოწვევას თუ არ ეთანხმებიან. შეუძლებელია 7 გამოწვევა განსაზღვრული, მაშინ თქვენ რომ დღეს გვაქვს რამდენი უნივერსიტეტი აღარ 64 ჰარვარდი საქართველოში, ხო? ხო შეუძლებელია ამის დამტკიცება. თვითონ ამტკიცებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ახალგაზრდების საქართველოსდან იმიგრაციის მთავარი მიზეზი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო განათლების სისტემაში არსებული პრობლემები და დღეს გამოდიან და საუბრობენ, რომ იდეალური სისტემა ქონია, ხო? 7-ვე გამოწვევა
არის ისე განსაზღვრული, რომ კრიტიკა, ფაქტებით კრიტიკა და არგუმენტებით კრიტიკა რეალურად შეუძლებელია, თორემ მოისმენთ აქამდე. და როცა არის გამოწვევა განსაზღვრული, იმას შეიძლება დაპირისპირება. და აქ სადმე თუ არის აცდენა გამოწვევასა და პასუხს შორის, ესეც უნდა დაგვისაბუთონ, მაგრამ არავითარი დასაბუთება არის უბრალოდ ჩარლი საუბარი. ამიტომ ჩვენ ბოლომდე, რა თქმა უნდა, გავატარებთ ამ რეფორმას, რაც არის აუცილებელი, მათ შორის თუნდაც მიგრაციის შროში. ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩენენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ძალიან მაღალია ალბათობა იმისა და სტატისტიკაც ამას აჩვენებს, რომ როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი მათგანი რჩება ბუნებრივია სხვა ქვეყანაში, მით უმეტეს რომ ეკონომიკებს შორის ჯერ კიდევ არის საკმაოდ დიდი თქვენ კორუფციას ახსენეთ, ბატონო ირაკლი, და ვნახეთ, ხო, თუნდაც ყოფილი თქვენი თანაგუნდელები, ყოფილი მინისტრთა კაბინეტის წევრები, რომ ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც გაგრძელდება ძველი საქმეების. სანამ სამწუხაროა, რა თქმა უნდა, ჩვენ ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად ყველაფერს ჩავეძიოთ. და აქ მიზანი არ არის რეპრესიული. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად გამოასწოროთ ხარვეზები სამომავლოდ და სამომავლოდ ავარიდოთ ჩვენს სახელმწიფოს მაგალითად ჭარბი ხარჯი ბიუჯეტიდან ან უხარისხო პროექტების განხორციელება. ამისათვის გვჭირდება ბევრ ამბეში ჩაძიება. სადაც ჩასაძიებელია ბუნებრივია ჩავეძიებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენთვის მთავარია წინ გავიხედოთ. იგივე კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის რომ ვინმე დავიჭიროთ, ან მის მიმართ რაღაც ესეთი ზომები ავამოქმედოთ. ჩვენთვის მთავარია რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად კორუფციის შემთხვევებისგან. და ამისათვის არა მარტო რაღაც გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კორუფციულ თემებთან დაკავშირებით, არამედ პირველ რიგში პრაქტიკას ვაუმჯობესებთ, ხო? იგივე გამჭვირვალეა მთლიანად მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიგვეთა პირდაპირ მიყიდვის პრაქტიკა, პრივატიზაციის პრაქტიკა და ეს შემდეგ, ხო, უამრავი მიმართულებით ახლა გამჭვირვალე გახდა მთლიანად შესყიდვის პროცედურები. და ეს არის მთავარი, რომ სამომავლოდ დავასრულოთ ჩვენი ქვეყანა კორუფციის ფაქტებისგან, რასაც ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მომავალში. მადლობა ბატონო პრემიერო, დაგხვდით და მოგვეცეთ საშუალება თქვენთან ინტერვიუს. თქვენ უსმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 4 შაბათ-შეხვედრით დახვალეს.